დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანის ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. ამიტომ ნებისმიერი სათქმელი, რომელიც ამა თუ იმ პრობლემას უკავშირდება, სწორედ ადამიანურ ჭრილში გვინდა რომ გაგიზიაროთ ხოლმე. ალბათ ამიტომ არავის გიკურთ, როდესაც ჩვენ სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით ცნობადობის დღეს, კვირას, თვეს აღვნიშნავთ და არა იმიტომ რომ უბრალოდ წელიწადში ერთხელ შეგახსენოთ ესა თუ ის პრობლემა. არამედ ამ პრობლემების არსებობა ვიცოდეთ და ამ პრობლემებთან ჩვენი დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდეს. რაც უფრო მომწიფებულია საზოგადოება, მით უფრო მეტად არის მზად ის მხარდაჭერისთვის. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება, მით უფრო შემწყნარებელია ის მრავალფეროვნებისათვის, უფრო მეტიც საზოგადოება ყოველთვის ხვდება იმას, რომ ჩვენი ძალა, ჩვენი უპირატესობა, ჩვენი ღირსება მრავალფეროვნებაში, რომ ჩვენი განსხვავებულობა სწორედ განსაკუთრებულობას გვძენს და ასეთ შემთხვევაში არავის უკვირს, რომ დღეს, როდესაც 30 აპრილია და როდესაც აპრილი სრულდება, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჯამოთ აუტიზმის ცნობადობის თვე. დიახ, აპრილი აუტიზმის ცნობადობის თვეა და არა იმიტომ, რომ უბრალოდ აუტიზმი გაგახსენოთ, ან აუტიზმის მიმართ თანამედროვე მიდგომაზე გესაუბროთ, არამედ გითხრათ, რომ აუტიზმის შესახებ ცოდნა ყველასთვის საჭიროა და თავად იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ამ დიაგნოზს ატარებს. მით უფრო რომ დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის დაავადება, ეს არის მდგომარეობა და მდგომარეობის შესახებ, საკუთარი მდგომარეობის შესახებ მოზარდმა უნდა იცოდეს, აი როგორ უნდა იცოდეს, როგორ უნდა მიიღოს ამის შესახებ ინფორმაცია. ამაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენი გადაცემის მეგობართან და დღევანდელ სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, ბავშვთა ფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი სალომე გაბაძია დღეს ჩვენი სტუმარი. სალომე, დილამშვიდობისა. მობრძანეთ. აუტიზმთან დაკავშირებით ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობთ და სისტემატურად ხვდებით ერთმანეთს. სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა წახნაგით, სხვადასხვა კონტექსტით, მაგრამ დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ თქვათ იმის შესახებ, რაზედაც ძალიან ბევრი მშობელი წუხს. მას არ აქვს სათანადო სამარჯვები ან ელემენტარულად მზა ფრაზები და სიტყვები, როგორ შეიძლება დიაგნოზი მიიტანოს შვილამდე და შვილთან მიიტანოს ის სათქმელი, რომელიც აუცილებლად სათქმელია. მოზარდობის ფაზა ისედაც ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ მოზარდი, რომელიც სვამს კითხვებს, არა უბრალოდ ეს რა არის, არამედ მე ვინ ვარ, აი ასეთ შემთხვევაში იმის გაზიარება თუ რა ჰქვია მის მდგომარეობას, ალბათ განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა. უნდა ვუთხრათ თუ არა და როგორ უნდა ვუთხრათ? მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგანაც უკვე ბევრი დრო გავიდა, გამოცდილება საკმარისი დაგვიგროვდა იმისათვის, რომ ასეთ სენსიტიურ თემებს შევეხოთ. და ბავშვები, რომლებთან წლების განმავლობაში მუშაობდით და ვმუშაობთ, იზრდებიან, განსხვავებული საჭიროებებით დგება და ჩვენ სპეციალისტები ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. რაც შეეხება დიაგნოზის შესახებ საუბარს, რამდენიმე ფაქტორია ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი. პირველ რიგში თვითონ რამდენად მზად არის ბავშვი ამ ინფორმაციის მისაღებად და ამ მზაობას თავად გვაჩვენებს. როგორც კი ბავშვი დაიწყებს კითხვების დასმას საკუთარი თავის შესახებ, დაიწყებს მოძიებას მაგალითად სამედიცინო დოკუმენტაციის, რომელიც შეიძლება სახლში ინახებოდეს. ხო, მე მქონია ასეთი გამოცდილება, როდესაც სახლში და ექიმისგან სახლში დაბრუნებული ბავშვი ეძებს ფორმას, აინტერესებს რა ჩაუწერა ექიმა ფორმაში და ამ გზით ცდილობს ინფორმაცია მიიღოს საკუთარი მდგომარეობის შესახებ. თუმცა მოგეხსენებათ, ის მისთვის რთული აღსაქმელი იქნება, რადგანაც ხშირ შემთხვევაში ექიმის ფორმასი ზრდასრულებისთვისაც რთული აღსაქმელია ხოლმე. ამიტომ ძალიან დიდი როლი აქვს იმას, თუ როგორი ფორმით მივაწოდებთ ბავშვს ამ ინფორმაციას. მოკლედ თანხმდებით, რომ პირველ რიგში ველოდებით მის მზაობას და როდესაც დაიწყებს კითხვების დასმას საკუთარი მდგომარეობის შესახებ, საკუთარი განსხვავებულობის შესახებ, ამის შემდეგ ვზრუნავთ ინფორმაციის მიწოდებას. შემდეგი საკითხი არის, ვინ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ეს ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ წეღან როდესაც ვამბობდი მშობელი ღელავს იმიტომ რომ ის თulis რომ არ არის ამისთვის მზად, ან არ იცის ეს როგორ გააკეთოს. დიახ, ნამდვილად ასეა. ამ სფეროში, ამ მიმართულებით ჩვენზე უფრო გამოცდილ ქვეყნებში არის გარკვეული პროტოკოლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ სასურველია ინფორმაცია მიაწოდოს სპეციალისტმა და არა მშობელმა. და ეს სპეციალისტიც არ იყოს ბავშვთან ემოციურად მჭიდროდ დაკავშირებული.
გულისხმობ იმას, რომ თერაპევტები, რომლებიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მუშაობენ, ხშირ შემთხვევაში მათთან საკმაოდ მჭიდრო ემოციურ კავშირში არიან ხოლმე. ამიტომ ის სპეციალისტი, რომელიც მას დიაგნოზის შესახებ დაუწყებს საუბარს, სასურველია იყოს შედარებით მის სივრცეში ახალი ადამიანი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა არ აქვს. და შემდეგ უკვე ამ ინფორმაციის რაღაცნაირად გამყარებას და მხარდაჭერას მშობელი გააგრძელებს სახლის გარემოში. როდესაც თქვენ ახსენეთ არ იყოს მასთან მჭიდრო ემოციურ ბმაში, ეს ალბათ მოულოდნელი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის და თავად ალბათ ოჯახებისთვისაც, ვისაც ჯერ ეს საკითხი არ გაურკვევია სპეციალისტად. რატომ? იმიტომ რომ როგორც წესი ჩვენ ვცდილობთ ხოლმე საპასუხისმგებლო ინფორმაცია ნდობაზე დამყარებით, აი ამ დამტკბარი ურთიერთობების ფონზე გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაგვიადვილდეს სათქმელის მიტანა დანიშნულების სამებრ. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ პირიქით ბრძანეთ, რომ ეს არ უნდა იყოს ამ კატეგორიის ადამიანი და აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ამ ბმის მიღმა. მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ? ერთია რომ ბავშვი გვკარნახობს, მზად არის თუ არა და თქვენი მინიშნება, მაგალითად ძიება, დიაგნოზისა, სამედიცინო ინფორმაციისა და ასე შემდეგ, არის ორიენტირი ერთი მხრივ. მაგრამ არსებობს საშუალოდ ასაკი დაახლოებით განსაზღვრული, როდის უჩნდებათ ხოლმე ყველაზე ხშირად, აი რა პერიოდში უჩნდებათ ბავშვებს ასეთი კითხვები და რამდენად რთულია, როდესაც მოზარდობის ფაზას ემთხვევა, ისედაც რევოლუციური ასაკი, ისედაც უამრავი კითხვა რომ ტრიალებს მოზარდის თავში და ამ დროს ჩვენ კიდევ ვაწვდით პირველად ინფორმაციას გახსნილად მისი მდგომარეობის შესახებ. კი ბატონო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავაკეთებ კომენტარს, რატომ არ უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც დიაგნოზის შესახებ დაიწყებს საუბარს მასთან ემოციურ ბმაში. რადგანაც ეს ინფორმაცია თავისთავად შესაძლებელია, რომ ბავშვისთვის იყოს გარკვეულწილად ნეგატიური, ხო, რაღაცა არასასიამოვნო მისთვის. შესაბამისად, მშობელი უპირობოდ პოზიტიურ ინფორმაციებთან და პოზიტივთან უნდა იყოს დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, რადგანაც იმის რისკი არსებობს, რომ მშობლისა და შვილის ურთიერთობა გარკვეულწილად შესაძლებელია გაუარესოს დიახ ამ არასასიამოვნო ინფორმაციამ, უმჯობესია რომ ამისთვის ეს თავის თავზე აიღოს სხვა ადამიანმა, ვინც ამ ყველაფრის სპეციალისტია. ეს ერთი, ხო, მეორე. როგორ ვენდოთ უცხო ადამიანს, ან თვითონ განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს ვიცით, რომ სიახლეების მიუღებლობა აქვს უცხო ადამიანის მიმართ ნდობის ჩამოყალიბება შეიძლება გაუჭირდეს, ხო? ამ ინფორმაციის მიწოდება რასაკვირველია არ ხდება ერთ დღეში და ერთ საათში. ეს არის განგრძობითი პროცესი და მთელი რიგი ეტაპებისგან შედგება. ცხადია. და ძალიან ნელ-ნელა ნაბიჯებით მივდივართ უშუალოდ იქ, რომ საბოლოოდ უთხრათ, რომ ეს არის მისი მდგომარეობა, რომელსაც ქვია ვთქვათ გარკვეული სახელი და ეს არის აუტიზმის სპექტრი. თავდაპირველად დავიწყებთ ძალიან მარტივი განსხვავებებით, რაც შეეხება ჩვენს მაგალითად გარეგნობას და ჩვენს შინაგან სამყაროს. ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან როგორც ვიზუალურად განსხვავდებით, ასევე ჩვენი თვისებებით, ჩვენი ხასიათით, ჩვენი გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებით. შემდეგ ტვინის ფუნქციონირებაზე გავესაუბრებით, რომ ყველა ადამიანის ტვინი სხვადასხვანაირად ფუნქციონირებს. შემდეგ სხვა საჭიროებებზე, რომ ზოგიერთი ვერ ხედავს კარგად, ზოგიერთს თქვა კარგად არ ესმის, ზოგი კარგად ვერ და ასე შემდეგ. ბოლოს ცალკე ვესაუბრებით, რას ნიშნავს აუტიზმი და როგორც წესი, ჩემი გამოცდილებით, თვითონვე ამყარებენ ხოლმე კავშირს და თვითონვე ამბობენ, რომ ანუ მისი მახასიათებლები, მისი უცნაურობები, რომელიც თქვა ბევრ კითხვის ნიშანს ბადებდა, თურმე აუტიზმის სპექტრიდან გამოწვეული ყოფილად ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ანუ დასკვნად გამოაქვს, რომ მე მაქვს აუტიზმი. პრაქტიკულად ასე გამოდის, დიახ. თვითონვე რეალურად ამ დასკვნამდე. მიყვავს ჩვენ ინფორმაციის მიწოდებით ფსიქოგანათლებით, მიყვავს იქამდე, რომ თვითონვე გამოიტანოს ეს თუმცა თუ ვერ დააკავშირებს, არც ეს არის პრობლემა, შესაძლებელია, რომ ამ ნაწილშიც დავეხმაროთ და რაღაცნაირად ჩვენ ერთობლივად დავაკავშიროთ მისი მახასიათებლები და აუტიზმი ერთმანეთთან. და ასევე ერთ კომენტარს გავაკეთებდი
როგორ რა შესაძლებლობები უნდა გქონდეს ბავშვს რომ ეს ამ ინფორმაციის აღქმა შეძლოს ხო თქვენ კითხვის მეორე ნაწილი სწორედ ამას ეხებოდა გულისხმობდი და არის თქვათ რომ მიიღოს ეს ინფორმაცია რასაც ამ ეტაპზე რაზეც ვსაუბრობ ეს ძირითადად ეხება ბავშვებს რომლებსაც აქვთ საშუალო ან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები თუმცა თუ ბავშვს შედარებით დაბალი ინტელექტი აქვს მას ნაკლებად გამოსდის სიტყვიერი კომუნიკაციის დამყარება ვთქვათ ხო შესაძლებელია ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია ვიზუალური მასალის გამოყენებით ასევე მივაწოდოთ ცხადია ინფორმაცია უბრალოდ მიწოდების ფორმა იქნება განსხვავებული და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ის თუ როგორი ფორმით ვაწვდით ინფორმაციას ბავშვებს ეს აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ უნდა შევარჩიოთ სწორად რადგანაც თუ ბავშვი რაღაცას ვერ იგებს ან ვერ სწავლობს ეს არ ნიშნავს რომ მასშია პრობლემა ეს ნიშნავს რომ ჩვენშია პრობლემა და ჩვენ არასწორი ფორმა შევარჩიეთ საკომუნიკაციოდ მასთან როდესაც თქვენ ბრძანეთ რატომ არის მნიშვნელობა განმარტეთ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ მაგალითად დედამ ან მამამ არ მიაწოდოს ეს ინფორმაცია იმისათვის რომ თუნდაც ეს ურთიერთობები დავიცვათ ეს ურთიერთობები არ გაუარესდეს და მსგავსი სირთულეები ავიცილოთ თავიდან როდესაც ჩვენ მოზარდს ვეუბნებით, მოვემზადეთ, გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რომელიც თქვენ აღწერეთ და რაც თავარია გავაცნობიერეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველი სიტყვა, რომელსაც ეტაპობრივად ვაწვდით აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდს. რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს კარგად აისახება მის მდგომარეობაზე? რატომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მას შემდეგ რაც ის იტყვის, რომ მე აუტიზმი მაქვს და სრულად გააცნობიერებს, რომ აი ამ უცნაურ ფაზაში, რომელსაც მოზარდობა ჰქვია, მან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა უნდა ჩააბაროს, როდესაც საკუთარ დიაგნოზთან უნდა გააგრძელოს ცხოვრება, რატომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მდგომარეობა არ გაუარესდება? თუ ასეც უნდა ვივარაუდოთ, რა იცვლება მას შემდეგ, რაც უკვე ვუთხარით? კი ბატონო, პირველ რიგში ის რეაქცია, რაც შესაძლებელია რომ მოზარდს გაუჩნდეს ამ ინფორმაციის მიმართ, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ანუ ისეთი ტიპის რეაქცია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გარკვეული სტრესის შემთხვევაში გვიჩნდება ხოლმე, ხო? შეიძლება გაბრაზდეს, შეიძლება მოიწყინოს, შეიძლება გაექცეს ამ ინფორმაციას, უარყოს ეს ინფორმაციას, თქვას, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ აქვს მას ეს დიაგნოზი და ასე შემდეგ. ეს არის აბსოლუტურად ადამიანური რეაქციები, რომელსაც ყველა ვავლენთ ძლიერი სტრესის შემთხვევაში. თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში უპირობოდ გამართლებულია რომ მას ჰქონდეს საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რადგანაც ჩვენ ვიცით რომ ბავშვები საკმაოდ ბევრ შენიშვნას იღებენ, ზოგჯერ მათ გარკვეული სახელებით მოიხსენიებენ, შეიძლება დაუძახო ცელქია, უყურადღებოა, არ უჯერებს ადამიანებს და ასე შემდეგ. და საბოლოოდ გამოდის ისე რომ ყველაფერს თავის სახელი ერქმევა ხოლმე და როგორც წესი მათ ცხოვრებას ეს ძალიან აადვილებს. არა მხოლოდ მათ ცხოვრებას, არამედ მათი გარშემომყოფების ცხოვრებასაც, იმიტომ რომ და მათ ურთიერთობას გარემოსთან, რადგანაც ისინი გარემოც გაცილებით უფრო მიმღებელი ხდება მათ მიმართ, როდესაც მათ გარშემოყოფმა ადამიანებმა ეს მდგომარეობა იციან. ისინი წხვდებიან, რომ ეს არ არის მათი ასე ვთქვათ ახირება, არამედ ეს არის მათი თავის ტვინის განსხვავებული ფუნქციონირების შედეგი, ხო? და ეს რთული ეტაპი გადასალახი იქნება, ეს ემოციური, ძლიერი ემოციური სტრესის ეტაპი შესაძლოა დადგეს ზოგიერთ მოზარდთან, ზოგიერთთან შესაძლოა არ დადგეს. თუმცა ჩვენ მაინც მზაობა უნდა გვქონდეს და რაღაცნაირად კრიზისული გეგმა უნდა გვქონდეს ამ ყველაფრის, ხო? რადგანაც დაზღვეული ნამდვილად არ ვართ და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ერთია ინფორმაციის მიწოდება და მეორეა შემდგომი მხარდაჭერა. აი ამ ნაწილში უკვე მშობლის და ოჯახის წევრების ჩართულობა არის ძალიან დიდი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მათ ემოციური მხარდაჭერა გამოხატონ, მათ რაღაცნაირად ემპათიურად, ანუ თანაგანცდით გააგრძელონ ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება, რომ ეს მძიმე ეტაპი ბავშვთან ერთად გადალახონ. და რასაკვირველია, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ მხოლოდ პროფესიონალების რეკომენდაციებით ხდება ამ ეტაპის გავლა, იმიტომ რომ მშობელსაც სჭირდება გარკვეული ცოდნა და სამარჯვები იმისათვის, რომ თქვენ კრიზისული გეგმა ახსენეთ, ეს კრიზისული ეტაპი გაიარონ მაქსიმალურად
დაუზარალებლად მოზარდისა და ახალგაზრდისა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე და მოზარდებზე, ჩვენ ყოველთვის მუშაობთ ერთობლივად, მუშაობთ ერთის მხრივ ბავშვთან და აუცილებლად მუშაობთ მშობელთან. რადგანაც მშობლის ჩართულობის და მშობლის ინფორმირებულობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია რომ შედეგზე გავიდეთ და ვისარგებლებ ამ შემთხვევით კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი რომ ყველა ის შემთხვევა რომელიც განსაკუთრებულად წარმატებულად დასრულდა ან მიმდინარეობს ჩვენთან თერაპიების ქვეშ ყოველთვის მშობელია ჩართული. თუ მშობელი არ არის აქტიური, თუ მშობელი არ არის იმ ყველაფრის იმ რეკომენდაციების შემსრულებელი, რასაც სპეციალისტი აძლევს, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მხოლოდ გარკვეული საათის განმავლობაში თერაპიაზე ყოფნამ იმ შედეგამდე მიგვიყვანოს, რა შედეგიც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელეთ ტრადიცია და ამავე დროს ახალი წახნაგი შევმატეთ ჩვენ საუბრებს, როგორ უნდა მივიტანოთ დიაგნოზი მოზარდებთან, როდესაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვთ და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო ალბათ და მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი. მას შემდეგ რაც ჩვენ სხვადასხვა დღეს ვისაუბრეთ აუტისტური სპექტრის შესახებ, მაგრამ დღეს გადავწყვეტეთ აუტისტური სპექტრის ცნობადობის, აუტიზმის ცნობადობის თვე, სწორედ ამ თემით შეგვეჯამებინა. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი, ქცევის ანალიტიკოსი ქალბატონი სალომე გაბაძე და მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. როდესაც კვებითი შუქნიშანი კონკრეტულ რეკომენდაციებს გიზიარებთ, რასაკვირველია სიმბოლო სამფერია, მაგრამ რეკომენდაციები არის მრავალფეროვანი. თემასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და როგორც შევთანხმდით, დღეს აპრილი სრულდება და ჩვენ ვასრულებთ იმ საუბრების ციკლს, რომელიც აუტიზმს ეძღვნებოდა. ვასრულებთ სრულიად განსხვავებული წახნაგით, სათქმელით, როგორი უნდა იყოს მაგალითად სიტყვები, როგორ უნდა შევარჩიოთ ფრაზები იმისათვის, რომ რეალობა ავუხსნათ, განვუმარტოთ, დავანახოთ მოზარდებს, დიაგნოზის მქონე მოზარდებს და როგორი უნდა იყოს კვება იმისთვის, რომ ჩვენ უკეთ მართოთ მდგომარეობა და როგორი უნდა იყოს მაგალითად მშობლის ინფორმაციის ხარისხი იმისთვის, რომ მოზარდს არაფერი დააკლდეს. აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი წახნაგია. პირველ რიგში ეს გახლავთ თვითონ აუტიზმისთვის დამახასიათებელი კვების მოდელი და მეორე გახლავთ ასაკობრივი თავისებურება, რომელიც ყველა მოზარდს განურჩევლად იმისა, თუ რომელი სქესის მატარებელია, რომელ ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის, რა სამედიცინო პრობლემა აქვს, ყველა შემთხვევაში მოზარდის კვება არის განსაკუთრებული მდგომარეობა. დიახ, მოზარდის კვება როგორც მოდელი, მოზარდის კვება როგორც ცხოვრების წესის განსაზღვრელი. როდესაც შეისწავლეს როგორია მოზარდის კვების თავისებურება, მინდა გაგახსენოთ. მოზარდები ნაკლებად იღებენ წყალს. მოზარდები ხშირად უპირატესობას ანიჭებენ მაგალითად გაზიან სასმელებს, ტკბილ უალკოჰოლო სასმელებს. ძალიან ხშირად, როდესაც კვების რაციონს აფასებენ მეცნიერები, ადვილად გამოავლენენ ხოლმე ხარვეს მოზარდთა კვებაში, როგორიც არის ცილის ნაკლებობა, სასარგებლო ცხიმის ნაკლებობა, სამაგიეროდ სიუხვე და სიჭარბე ნახშირწყლებისა, რომელიც ადვილად შეთვისებადია. იმ კერძების და პროდუქტების არჩევანი, რომელიც შეიცავს ბევრ ფუჭ კალორიას და მინიმალური რაოდენობით შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, ანუ პრაქტიკულად ღარიბია საკვები ნივთიერებებით. ასეთი კვების მოდელი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მოზარდებს აკლია ცილასთან ერთად რკინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ტვინის და ზოგადი განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად მოზარდებს აქვთ ნაკლებობა აუცილებელი ნივთიერებებისა, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი საკვები პროდუქტების სახით, ან მაგნიუმისა და სელენის სახით და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მე
მხოლოდ გაგახსენეთ რა თავისებურება აქვს ზოგადად მოზარდის კვებას. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდზე, ჩვენ ის რისკიც უნდა გავითვალისწინოთ, რომელიც შესაძლოა ადრეული ასაკიდან მოყვება მის კვებას. ეს გახლავთ ერთფეროვანი, ერთგვაროვანი, მონოტონური, მონოკომპონენტური კვება, როდესაც კვების რაციონი უნებურად შეზღუდულია, კვების მოდელი უნებურად შეზღუდულია და ასეთ შემთხვევაში რისკი იმისა, რომ მოზარდს დააკლდეს საკვები ნივთიერებები, დააკლდეს ენერგია, საკმაოდ მაღალია. და ეს ინფორმაცია არის იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეშინდეს? არა. ეს ინფორმაცია არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გავითავისწინოთ და გავითვალისწინოთ ის თავისებურება, რომელიც ერთი მხრივ მოზარდის კვებას ახლავს და მეორე მხრივ დაგვაფიქრებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების კვებით საჭიროებებზე. და ასეთ შემთხვევაში მოზარდობის ფაზაში მშობლის ყურადღება შეიძლება იყოს გადამწყვეტი იმისთვის, რომ არა დავიწროვდეს კიდევ უფრო მეტად კვებითი არჩევანი, არა შეიკვეცოს კიდევ უფრო მეტად საკვები პროდუქტების ჩამონათვალის ნუსხა, არამედ მაქსიმალურად გაფართოვდეს და შეივსოს ყველა იმ აუცილებელი ნივთიერებით, რომელიც უახლოვდება დაბალანსებული კვების პრინციპს და რომელიც ძალიან სჭირდება ჩვენ შვილებს ნორმალური ზრდა განვითარებისთვის. ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბარი. გემშვიდობები, ჯანმრთელობას და დღესდღეობას გისურვებთ.